დღეს ჩვენ დავაგემოვნებთ კაბაბს. ბევრი იტყო. აიცა, ვე რა იყო. აცალე ხალხთან გასაუბრე. ხალხი იტყოდა კაბაბს და მე ვიდა კაბაბი. მოვიდა კაბაბი. მოკლედ, სამი ობიექტიდან გვაქვს გამოძახებული კაბაბი. პირველი არის ქართული სახლი, მეორე არის ფასანაური და მესამე რა? ცეცხლიანითო. ცეცხლიანი. და სხვადასხვა ცეცხლიანითოზე ამბობენ რომ ძალიან მაგარია და ნახოთ ერთი რა მოხელნა შორის ხო 8-ზე მეტი 8-ზე კიდე ყველას თითქმის ყველას 9 და რა ვიცი რა ნახევარი ქონდა შეფასება. რაღაცა ქონდა შეფასება რა. მოდი დავიწყოთ ქართული სახლით. ხიდან მოყვეთ. აი დარს. დავდოთ აი მაიცა. ვიდეოს ბოლომდე რატო უნდა უყურონ? რატომ უნდა უყურონ? და რატო უნდა გამოიწერონ? გამოიწერეთ და ლაიქეთ და გვიწერეთ კომენტარი და ვიდეოს ბოლოს თქვენ გელით ერთი ნაცნობი სახე რა. რომელსაც ხშირად ითხოვთ ხოლმე კომენტარებში. ხშირად ითხოვთ რა თქმა უნდა. შეფუთვა ნორმ. მე ვეტყვი რომ რაღაცა გიჟდუ, მაგრამ ნორმ. კაროჩე მინუსებშია გადასული. გალახული ბავშვითა რა არის ეგ ბიჭო. მე ეს რო არ დავაგემოვნო, ისედაც შევიძლია შევაფასო. რა ძალიან ცუდ რაღაცას გავს, რასაც ვერ ვიტყვია. არ მინდა ეს რა პირდაპირ. კაროჩე სანამ შევჭამ, მანამდე უწერ ორ ქულას. ნახოთ ახლა რა იქნება. ბიჭო, რო გითხრა ეს მაინდა-მაინც სველი არის. პროსტა ეს მე მგონი რისი ბრალი არის, იცი? ცხელი ფოლგაში, ხო, ცხელი რო იყო ფოლგაში, როდესაც ჩადეს ეს დაიორთქლა. იმენა გალახული ბავშვი ვიტიყო. მე შემიძლია გიგი ჩემი კაბაბი გიწილადო. გიგინა ჩემი კაბაბი არ გინა? ჰა, ჩემი კაბაბი წაი. მე ჩემსაც მოგცემ. არ მინდა შენ კაბაბი მე არაფერში ამჯიდე. მოკლედ, არ ვარგა, მაგრამ ფულია გადახდილი. ნუ იმდენი სპონსორი ყავს, ფულს ვანიავებთ რა. არხი გამეწერეთ არ გადამრიო რა იცოდე. ხო ხედავთ თქვენ გამო რეებჭა. თან ითხოვდით კაბაბიო და აი კაბაბი. მოკლედ რო შევა. მე შევჭამ და მე. ბიჭო, ჭამდე ვიტანჯე. მოკლედ ამ კაბაბს ათვალიან სისტემით რო გავუყვეთ ისე როგორც ჩვევია, დაუწეროთ 3-იანი პლუსით. გემო ნორმალური ქონდა? არ იყო რაღაც სასწაული. ბევრი კაბაბი ნაჭარი, მაგრამ არ იყო რა. ერთი სტანდარტული კაბაბი იყო. ნორმალური რა, ცუდიც საერთოდ ქონდა, კარგიც საერთოდ ქონდა. просто ისეთი ჩაორთქლილი და გაუბედურებული. ჯერ ვინმე იფიქრა, ეგ კაბაბის გახვევა ფულგაში ვერ გევიგეთ. აყუთია რა, ჩადეყუჩი. აგი რა, ადამიანურად. შემდეგი ცეცხლიანი. ცეცხლიანი. და ჩვენი სპონსორის შესახებ მინდა გითხრა, ჩვენ როგორც წინა ვიდეოში გითხარით, არის შემოვიდა ახალი სპონსორი, გვასპონსორებს წყალტუბოს წყალი. რომელიც არის ძალიან ევრი მინერალური და დალიეთ ყველა წყალტუბოს წყალი. დინება ედოშვილის ქუჩაზე ბოლოში. აი, ადამიანურად. შეფუთული. კარგად, ამას მოყვა соуსი. მოყვა რა, ჩვენ დავამატეთ. მოყვა რა ისი. მოყვა რა 5 ლარი დავამატეთ ამაში. არა, ის 3.50. 3.50. ეს კაბაბი ვიზუალურადაც უკვე ჯობია წინა კაბაბს. მოდი ესეც მამაპაპურად შევჭამოთ. აი ნახე რაღაცნაირი უკეთესი ვიზუალი აქვს რა. ვიზუალი კი. ნახოთ აბა. ნუ არა, ამას წინა ჯობდა. ნუ საქართველოს კაბაბის გაკეთება. ახლა ეს რო ვაფშე ვერ მივდივარ რო კაბაბშა. აი მაგ ხარეს ვერ მივდივარ. ეს რო ბატონ ბიგენტიას გაასინჯა, ალბათ ამოტრიალდებოდა რა. რა რაღაც თეთრი ხორცია შენი. ქათმის არ გვანს, რა ვიცი. ქათმის არ გამომიძახებია და ქათმის რატო? შერეული ხო არა? ლავაში აი. რო შეჭამ. ხო უნდა კონდეს გემო და რაღაც, ხო უნდა იგზნობოდეს რომ კაბაბშა. ამას ვჭამ ასე მგონია რავი, არ ვჭამა რა. არა, არ ვარგე ყოფში რა. შენ ხო გიყვარს თან კაბაბები ხშირად ჭამ, როგორც მე ვიცი. არა, შენ გიყვარს კაბაბი. კაი კაბაბი, ცოტა სველი. არა, მე კაბაბი. მეზიზღება კაბაბი. აბა ერთი ასე ვნახო. ჩატუნდურე მიდი. აქეთ არ ვაგო და მეც. აჰა. ხახვიანი ტომატია უბრალოდ. რა უხდება? საწებელთან ერთად ცოტა უკეთესი. სასწაულია. იდეალურთან მიახლოებული ჩვენ რა. მოკლედ რა ამასთან იდეალურთან მიახლოებას ბევრი აკლია.
მოკლედ ეს ორივე ქაბაბი არის თითქმის ერთ დონეზე. თითქმის ერთ დონეზე, მაგრამ ძალიან ოდნავ ამხელათი ცოტა უფრო მაღლა დავაყენებდი ამას. ამას? ხო. გემო იმისი უფრო მომეწონა, მაგრამ ამას შეხედავ და რავი, მკვდარი მაინც არა და ის იმენა მკვდარი იყო. არა, ხო. Просто თქვი და კიდევ ვიტყვი რომ ჭამდა, მგონია რომ ქაბაბს ვაფშე ერჭამ, რავი. რაღაც ან ცეცხლის გემო მქონდეს ან რაღაცა ხო. ქაბაბი ცოტა ხანი გვერდზე იყოს და გამოგვიწერეთ, დაგვალაიქეთ, დაგვიკომენტარეთ და მალე ავიდეთ 1000 თან ახ ცოტა მე მგონი უმია რა. მეიცა, ბიჭო, ერთი წუთი, მაგას რას დევეცებ? ხალხს ვისაუბრები, ხო? კაი, არა, ბატონო. ხალხში ხوار გასწავლი ახლა მოქცევის წესებს. მაგა. აგვიყვანეთ რა მალე 1000 გამომწერზე. 1000 გამომწერს გათამაშება რო იქნება. ამასთანავე გვეყოლება სტუმა. ხო და დავაყენოთ საშუალო და მოგვაწვევიეთ ადამიანი ჩვენთან სტუმრად. ეწუხთ, აი გას რა ვერადით 1000 გამომწერზე. მე აი ამცალია ვიძიამ და ააჭინე, მაგრამ ეს ღილას და დროზე იქ. ხო ხედავ თქვენ გამო რეებს ჭამთ, კაცო, ვაფშე უმია ეგ და მე ამას ჭამ ახლა. თან წინა ვიდეოს ვინც უყურა ნახავდა კარგად რაღაცა აქ ამოანათოთ. ნაყინიანი სუში ვჭამე. მართალია გადავჭი და ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ რომ მიდიხარ ამ ხედა რისკზე და მიფასე რა. რავა ყველაფერმა კარგად შეიარა. ახლა შენ არ ეუნები იქანედო. ქონდა ჩემები. ვადლა ქონდა? მე კი არ შენ. მე? ხო. მე არაფერი მქონია და შენ ამის მოგლებ მე არ ვიცი. საქმე ვადეკი ღამელა გაპარული იყავს, აიყავ გაპარული. არზე გევისეინი. ეს მასტავი. ჰაერი არის იქით. და ყველაფერს. ჭამე, ვიჯო, მაგი თუ ჭამ. ჭამე, უმიყო, მაგრამ ჭამე. ესე გადავალთ მანამდე მიულოცოთ ქუთაისის ტორპედოს. გამარჯობა. გამარჯობა, როგორც იქნა 3 წლის მერე გადავედით პირველ ეტაპზე. კაი არ უნდა ნე ბაზარი. მე ვიდა ფასანაურ და ეს გამოიყურება როგორც ქართული. ნამდვილი ქაბაბი უნდა გამოიყურება. შო. 10-იანს უწე პირდაპირ. აი ეს ჩემია. შემოავნე. აიცა. აჰა. ოპა. აუ, შიგნით თავისაწებელიც აქვს. შიო. მეიგო, იდეა. გემო კაია, ვიზუალი კაია. აია. მქონდა რამოდენიმე შეთავაზება რესტორნებთან. ხო. რომ გადაგვეღო რა და შეგვეფასებინა თავიანთი კერძები. დაჟე იმაზეც მივდიოდით, რომ არანაირი ბარტერი არ გვინდოდა, უბრალოდ გადასაღების სივრცე გვინდოდა, მაგრამ ჩემი ფეხები რა ნეხს ამზადებენ ამნაირი შიგნი ხო ვერ გევიგეთ, რავი. ფულს ვერტე, ბიჭო, მოვდივა და არა, უკაცო, ეთქობა გლახას, ნუ. მე მასე მგონია. გლახა გონდები არაო. არა, იმიტომ მნებენა, არ ვარგა რაღაცა ეშინიათ ისეთი არ შენ თუ მაგარი კაცი ხარ, მოდი, მითხარი, კი, არა, პრობლემა. ამი ფულს არ ავიხდი და დამაჯინე, მახან. ამიტომ დაგვიკომენტარეთ ვინმე აი რესტორანი რომელიმე ან კაფე ან რაღაცა ვისაც არ გეშინიათ და ვისაც არ გეშინიათ და სუბიექტური ხართ იმის ატვეშაირო თქვენ ეგერძები კაია და ქერო ახლა ნახე რა კაცი მევიდეს სტუმართან ერთად არ შერცხვება და რა ვიცი კი ყველაფერი სიკეთე იქნება და ვიღალე სიუ ხო და ახლა დაწერი მანქანა თუ ხარ მაგარ მეცა რომდარაში მეცა 1-2 კაპიკი რო ჩაკუჭო ჯიბეში კაიაო არ იტყვი უზე რა ვარ გომარა ამინდა როგორც ბატონი დავითი ამოჭერი ეგი ახლა ნინი ამოჭერი ეგი წერეთ კომენტარებში რომელი რესტორანს ან ვეწვიოთ ან თვითონ რესტორანი ანუ ნებისმიერ კვების ობიექტი გამოჩით რა მოგწერეთ მეილზე ამ ითითებული ან კომენტარში დაგვიწერეთ და მოვალ და არაფერს არ ვთხოვთ თქვენგან მოვალ და უბრალოდ დავაგემოვნებთ რა დაჟე ჩვენ იქით გადაგიხდით ფულს უბრალოდ ხალხმა რო გაიგოს პირველი რო იყოს ყველაფერი მოვალ დავაგემოვნებთ იქით გადაგიხდით ფულს კიდევ კერძებში უბრალოდ დავიღებთ რასაც დავაგემოვნებთ რა და იმედი მაქვს რომ რამოდენიმე თამამი კომპანია გამოჩნდება და ამაზე უარს არ იტყვის ვისაც არ ეშინა რა თქმა უნდა იმიტომ ჩვენ ძალიან მკაცრი შემფასებლები ვართ კაია პასანამ რომ მითხრა საღა მოდი გადაიღოს ნუ რას უწევს ჩვენი გამავია რა ამა ჩვენი სპონსორიც ამოანათოთ აქ წყალდუოსყალი ნუ პირველი სპონსორი ვინ ჩვენთან შემოვიდა არხი გამეიწერე და გადავეჭ შეფასების რუბრიკაზე მოკლედ მე ყველაფერი ნათელია და გამჭირვალია ფასანაურს უწერ 800 პლუსით ფასანაურს რაც შეეხება ქაბაბის ვიდიც აქვს კაი მდგომარეობაშია ცხელიც იყო
რაკული შვენი 8 ქულა მეც ნამდვილად მომეწონა, მაგრამ რაღაცა მაინც აი სიმს ხომ არ დამაკმაყოფილა რა. ცოტა არა უშავს გიგი ვიცი კაროჩე ქაბაბები სხვილები ხო? ხო აი მოკლედ სხვილი გეტყვი მე საჩეგილია რო იყო ცოტა წვრილი იყო. სიმს ხომ არ დააკმაყოფილა სიმს ხომ. შენ კარგად შებრაჭული ვიცი სადაა და მიგასწავდი. არა უშავს მე სხვილებიც ვიცი სადაა რა. ანუ გამოცდილი ხარ მაგ საკითხში. არა მე რა გამოცდილება უნდა ვიცი კაცო ადამიანი. იმიტომ იცი რომ გამოცდილი ხარ. აჩემდი ბიჭი მაგან. კაროჩე ეს ქაბაბი იყო 8 ქულის. მე გეტყვი ადგილზე რო ვეჭამა შეიძლება 9 ქულაც ყოფილიყო. მე გეტყვი ორ ადგილს ქუთაისში, სადაც თვალდახუჭული ვენდობი რომ აი ნებისმიერ დროს რომ იქნება იდეალური. მითხარი, მალე დროს დევიღალე. პირველი არის ელდეპო, ლულა ქაბაბი არის შესანიშნავი. იმენა ლულა ქაბაბი? ლულა ქაბაბი. და რა თქმა უნდა, ქუთაისის კულტურის ერთ-ერთი წარმომადგენელი ბიკენტია საქაბაბე რა. გამოჩნდებიან ახლა კრიტიკოსები, მაგრამ აი ჩვენ კრიტიკა არ გვაინტერესებს. ამის ქაბაბი არ ვარ, ამის ქაბაბი. შედის, მაო, ჭამე, ვიგეუნდება რა. თამით უმეტეს რა ღირს? 12 ხო? 12 ლარი. მითხარი 12 ლარად სად შეეხვალ და ორ ქაბაბს თავისი საწებელით, პურით, ლიმონათით ან ლუდით სად მიირთმევ? ხო. ვერსად. ვერცად. თან იდეალურია რა. კაროჩე ქუთაისში ჩავალთ აუცილებლად გვექნება ბიგენტიას ქაბაბი. ხო, რა შეეხება როგორც თქვით, გამოიწერეთ ჩვენი ახი, დაგვიწერეთ კომენტარები, დაგვილაიქეთ და ასევე დაგვიწერეთ კომპანიებო ან საკვებ ობიექტებო, რა ვიცი, ან წადი და რაღაცა. ან вообще რაღაცა, ან вообще пошём чёрт თქო, რაღაცა დაგვიწერეთ რა. დაგვიწყები ასევე 500 გამომწერზე, რომ უნდა წაგვეყვანა გამარჯვებული ყავს და აუცილებლად გამარჯვებული ყავს, უკვე დაუკავშირდით და აი მომავალ 2-3 ვიდეოში უკვე შემოგთავაზებთ. იქნება რა, მოკლედ იქნება. როცა იქნება. იქნება და ახლა უკვე მოდი დღესაც როგორც ყოველთვის სიკეთე გავაკეთოთ. აი რამე რასაც გეუბნებოდ სიკეთე გავაკეთოთ. მობზანდი. და ერთი ხალხი ითხოვს კომენტარებში. არაფერი არ თქვა, პროსტა ბატონი გიორგი მოვიდეს და დაგვენახოსო. ანუ ჩამოფერთხილი ხო არ არის, ან დიეტაზე ხო არ ყავს დასმული ვინმეს. რამე ხო არ დააყდა კილოგრამებიო, ხალხი ითხოვს. თქვი რომ შენ ხარ ნამდვილად და ქაბაბი უნდა დააყუმა. ჩანგალიან დანა რამე არ უნდა? ჭამს მეგობრებო, არის ნერვიულოთ. არ დასუსტებული, არ დიეტაზე არ დაგვისვი. აი ასე რომ გავტეხოთ რა. მიდი გიო, არ არის პრობლემა, შენ რა ფერას გინდა. უშენ გეხოტო, ნე? ამ ლამაზ ფონზე გამოიწერეთ არხი. ნახვამდის.